სანამ უშუალოდ ფრონტზე ამინდის და კლიმატური პირობების შეცვლის გამო საბრძოლო მოქმედებების ტემპი შემცირდება, კვლავ გრძელდება სოციალურ ქსელში სხვადასხვა არხებით ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა აგრძელებს სტრატეგიული ობიექტებზე იერიშის მიტანა, ერთ-ერთი ბოლო ცნობებით სარკინიგზო გადასასვლელი ააფეთქეს უკრაინელმა სამხედროებმა, თუმცა მთავარი სამიზნე არის ენერგოობიექტები. და რა ეფექტს იძლევა ეს ყველაფერი, თუმცა თავდაპირველად უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა ამ ეტაპზე საკუთარი ეროვნული წარმოების დრონებით უტევს სიღრმეში რუსულ ობიექტებს და თუ რა ეფექტი აქვს ამ ყველაფერს, უკვე ეს ისახება პირდაპირ რუსული სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში, რუსი სამხედრო ბლოგერები ამაზე უფრო ხშირად საუბრობენ. ასე მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო პრეტენზია, რომელიც გამოთქვა რუსმა პროპაგანდისტმა, ეს იყო მაქსიმ კალაშნიკოვი, რომელმაც სოციალურ ქსელ ტელეგრამზე აღნიშნა, რომ ეს იერიშები სერიოზული პრობლემის მომტანი არის უკრაინის ენერგო მრეწველობისთვის და ასევე ეს ეკონომიკური პრობლემები პირდაპირ რომ აისახება სამხედრო მრეწველობაზე, ამაზე საუბრობს ერთ-ერთი ქარხნის, კერძოდ ჩერეპოვეცკის ქარხნის დირექტორი ვლადიმირ ბოგლაევი. მან მისი ინტერვიუს ასევე ტელეგრამ არხზე გავრცელდა, ეს ქარხანა არის მოსკოვთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი საწარმო და ეს დირექტორი საუბრობდა სწორედ იმაზე, რომ ის სამხედრო გეგმები, რასაც კრემლი ისახავს უახლოეს პერიოდში, არის ძნელად მისაღწევი სწორედ ამ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის უკრაინულ იერიშებთან. მოდით მოვისმინოთ ეს კომენტარები, რომელიც ტელეგრამ არხზე გავრცელდა. Подписали 1000 самолетов к 30 году. 1000 თვითმფრინავის ხელშეკრულება 2030 წლისთვის გაფორმდა. თუკი ეს სწორად ნორმალურად დაიგეგმება, ამ პროგრამას დასჭირდება დაახლოებით 50 ტრილიონი რუბლის გამოყოფა, რათა ჩატარდეს ყველა აუცილებელი, არა ძირითადი, არამედ აუცილებელი ღონისძიება. და რა ვუყოთ რაკეტებს, რომელთა რაოდენობა მცირდება. ამ ყველაფრისთვის თუკი სრულად ნორმალურად დაიგეგმება რეალური პროგრამები, ღონისძიებები ფული არ გვეყოფა. შემდეგ ჩდება კითხვა, ჩვენ კორექტირებას ვუკეთებთ მიზნებს თუ არა? დიახ, ნაწილობრივ ვუკეთებთ. ჩვენ უკვე აღარ ვსაუბრობთ 1000-ობით თვითმფრინავზე, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ 600-ზე, 500-ზე, მაგრამ ეს მაინც ციფრებია, რომლებიც ფინანსურად არ შეესაბამება ქვეყნის შესაძლებლობებს, არც ტექნოლოგიურ და არც финансურ შესაძლებლობებს. არ შეესაბამება. Мы цели корректируем или АЗС стали ограничивать объем отпуска бензина. Вот уже больше месяца поступает сообщение. Бензингასამართმა სადგურებმა საწვავის გაცემის მოცულობის შეზღუდვა დაიწყეს. უკვე ერთ თვეზე მეტია მოდის შეტყობინებები და ჩივილები საწვავის მიწოდების შეფერხებებზე ბენზინგასამართ სადგურებზე. შეზღუდვა არის 10-20 ლიტრი ერთ ვიზიტორზე, ან გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ დიზელის გაყიდვა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც უკვე აშკარად გამოიკვეთა და ძალას იკრებს ეკონომიკური კრიზისის ვარდნა. დარტყმები ენერგეტიკულ კომპლექსზე გვართმევს შემოსავალს, უფრო სწორად სახელმწიფოს ართმევს შემოსავალს. მეორე მხრივ საწვავის დეფიციტმა შეიძლება საერთოდ გამოიწვიოს გააძლიეროს კრიზისი. საწვავის დეფიციტმა მისმა სიძვირემ ეკონომიკა დაეცემა, ყველაფერი სწრაფად მოხდება. დაახლოებით ერთი თვე რჩება იმ დრომდე, რა დროშიც უკვე უკრაინაში აქტიურად დაიწყება ეს წვიმების სეზონი, შეიცვლება კლიმატური პირობები და შესაბამისად საბრძოლო მოქმედებების ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს აისახება როგორც სახმელთო იერიშებზე, ასევე საჰაერო იერიშებზე, სწორედ ნაკლები, ასე ვთქვათ, ვიზუალური კონტაქტის გამო, რომელიც ეკნებათ დრონის ოპერატორებს და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები საუბრობენ, ამ პერიოდში შესაძლოა უკრაინას ჰქონდეს ისეთი სიურპრიზები რუსეთისთვის, რომელიც კრემლისთვის იქნება მოულოდნელი, ასე მაგალითად შეიძლება სახელდება, რომ შეიძლება ეს იყოს მორიგი იერიში ყირიმის ხიდზე. და ამ კონტექსტში საინტერესოა ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს დასავლურ მედიაში ვრცელდება, განაახლა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, როდესაც საქმე ეხება რუსეთის სიღრმეში, გრძელმანძილზე, შორმანძილზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე და ამ ობიექტებზე იერიშის მიტანას, როდესაც ეხება საქმე. და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ის დებატები და ის მსჯელობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს და რომელიც უკვე დაადასტურეს ოფიციალურმა პირებმა, რომ გადასცემს თუ არა პენტაგონი უკრაინას ტომაჰავკებს.
შორმანძილზე მოქმედ ფრთოსან ამერიკულ რაკეტებს, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია. და თუ ეს ასე მოხდა და ეს შეიარაღება უკრაინის შეიარაღებული ძალების არსენალში გამოჩნდება, სადაზვერო მონაცემებთან ერთად მნიშვნელოვნად შეცვლის საბრძოლო მოქმედებების ვითარებას უკრაინაში.